გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. მეგობრებო, როდესაც პოზიტივიზმის ჩემი გადაცემების ციკლის დაწყება იგეგმებოდა, გადაწყვეტილი ქონდა, რომ მეტნაკლებად მსუბუქ და ირონიულ ფერებში შემოგთავაზებდით გადაცემას გვერდიდან. და მეც ვცდილობდი ეს, ასე ვთქვათ, გეგმა განმეხორციელებინა და ზოგჯერ, როგორც მეუბნებოდნენ, ამას საკმაოდ წარმატებულად ვახერხებდი კიდეს, მაგრამ ზოგჯერ ისეთი თემებია ხოლმე განსახილველი, რომ არავითარი სიმსუბუქე, არავითარი იუმორი და ხალისი მას არ უხდება. აი, როგორ შეიძლება იუმორითა და ირონიით ილაპარაკოს საპარლამენტო კომისიის სხდომების მსვლელობაზე? მართალი გითხრათ, ვერიდები მათ მოსმენა ყურებას. ვერიდები იმიტომ, რომ სასო მეკვეთება მოსმენილისგან. დიახ, ბევრი რამ, რასაც იქ ყვებიან გვერდიდან მქონდა გაგონილი, მაგრამ როდესაც აი ასე პირდაპირ იმ წამებებისა და შეურაცხყოფის მონაწილეების უშუალო მონაყოლი მესმის, რა ვიცი, რა ვთქვა, როგორ გადმოვცე ის, რაც ჩემში ხდება, სენტენცია ნერვების მოშლა ამას სრულიად არ შეესაბამება. ამიტომაც ასეთ შემთხვევაში იუმორისა და ქილიკის ხასიათზე ნამდვილად ვერ ვიქნები. და რომს ყოფილიყავი, არ მგონია თქვენ, ძვირფასო მეგობრებო, ამას გაგებით შეხვდებოდით. ეს რა ჯოჯოხეთი აქვს გამოვლილი ადამიანებს, ვინც უშუალოდ შეეხო იმ სადისტურ სისტემას. დღესაც რაჭკუაზე უნდა იყვნენ, ვერ წარმომიდგენია. საკურველია, მე მაქვს კითხვა, რატომ დაიწყო მხოლოდ ახლა ამის გამოძიება, ამის გარჩევა, მაგრამ ისიც მესმის, რომ ჩემი კითხვა ალბათ ძალიან დილიტანტურია. ეტყობა რაღაც შემაკავებელი ელემენტები არსებობდა, რაც ოცნებას არ აძლევდა იმის საშუალებას ასეთი გამოძიების დროზე განსახორციელებლად. მაგრამ მე როგორც რიგით მოქალაქეს, მაინც მაინტერესებს ყველა ამ შემაკავებელი ელემენტის დეტალიზაცია. მინდა ვიცოდეთ, ვინ და რა უშლიდა ამ ჭაობის კანონიერი და სამართლებრივი გზებით დაშრობას. დიახ, ფრაგმენტარულად გაგონილი მაქვს, რომ ზოგიერთი უცხოელი ბიუროკრატი თავის დროზე აფრთხილებდა ოცნების წევრებს ნაცებს ხელი არ ახლოთ. ნაცები ძაღლიშვილები არიან, მაგრამ ისინი ჩვენი ძაღლიშვილები არიან. თავის დროზე 13 წლის წინ ასეთი გამოძიება რომ დაწყებულიყო, დღეს ხომ სრულიად სხვა სიტუაცია იქნებოდა ქვეყანაში. დიახ, შეიძლება პირველ ხანებში უცხოელი კაპიტალისტები და იმპერიალისტები გააბრაზებული იყვნენ, მაგრამ სადღეისოდ მთელი ეს ბრაზი უკვე მილეული იქნებოდა. აფსუს რამდენი დრო დაგვაკარგვინებს მაგ უცხოენელებმა. მე ახლა ალბათ ისევ დილეტანტივით ვლაპარაკობ, მაგრამ ჩემნაირი დილეტანტია ქვეყნის მოსახლეობის 99% და ჩვენ გვინდა ვიცოდეთ სრული და არა ნაწილობრივი სიმართლე. ის რომ ზოგიერთი უცხოელი მაღალჩინოსანი ჩვენს ქვეყანას 2022 წლიდან ძალით ომში მიათრევდა, ამის შესახებ ოფიციალურად ხოლმე ჩარშან გავიგეთ და რა მოხდებოდა უფრო ადრე რომ გაგვეგო. რა დაშავდებოდა ამით? რიტორიკული შეკითხვა. და რაც შეეხება ნაცებზე ქილიკს, გავიმეორებ, რომ ზოგჯერ ძალიან მიჭირს მათზე მსუბუქი ირონიითა და იუმორით ლაპარაკი, რადგან მათი მხეცური სისასტიკე დასაცინი კი არა, გასასამართლებელია. ამ ერთი ბეწო მოსახლეობაში ამდენი სოციოპატი თუ იქნებოდა, ვერ წარმომედგინა და როგორ მონახეს ერთმანეთი ამ სადისტებმა. მათზე ხუმრობა კი არა, მათზე საშინელებათა კინოს გადაღება შეიძლება. 1940 წელს ჩაპლინმა დიდი დიქტატორი გამოუშვა, რომელშიც ის ჰიტლერს დასცინოდა. მერე წლების შემდეგ ჩარლიმ თქვა, მე რომ მცოდნოდა თუ რა ხდებოდა სინამდვილეში გერმანიაში, საკონცენტრაციო ბანაკები, გაზის კამერები, კრემატორიუმები და ასე შემდეგ, ჰიტლერს ვერ დავცინებდიო. მე რასაკვირველია, ჯერჯერობით ჩაპლინამდე ბევრი მიკლია, მაგრამ ზოგჯერ ანალოგიური გრძნობა მეუფლება. როდესაც ამ სადისტების რაღაც ახალი კონკრეტიკა ამოყოფს ხოლმე თავს, აღარ მეცნება ნანუკებზე, გვარამიებზე, გრიგოლ და გიორგი ვაშაძეებზე, სამადაშვილებსა და უტიაშვილებზე.
იმედი მაქვს ეს საგამოძიებო კომისია კონკრეტულ შედეგს დაადებს, რომლის საფუძველზეც მერე პროკურატურა დაიწყებს მუშაობას და ეს ყველაფერი არ იქნება მხოლოდ ორთქლის გამოშვების საშუალება. ანუ კომისია რო დასრულდება, ყველაფერი დაგვავიწყდება. ასე თუ მოხდა ძალიან გვეწყინება ყველას. და ბოლოს იმედია შემოდგომის არჩევნებამდე ერთიანი ნაცისტური მოძრაობა უკვე იქნება კრიმინალურ ბანდად ოფიციალურად გამოცხადებული და ნებისმიერ არჩევნებში მათი მონაწილეობა ისევე აიგზავნება, როგორც 1946 წლიდან გერმანულ ნაციონალურ სოციალისტურ პარტიას აეკრძალა. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.